მოგესალმებით ეთერშია სტასოტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარიამ ელიევა გაგეცნობთ. საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და სრულიად სასკოლო საზოგადოებას ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს. ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებო, პედაგოგებო, მთელი გულით გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. ეს დღე მართლაც განსაკუთრებულია. ჩვენი პატარები, პირველ კლასელები პირველად შეაღებენ სკოლის კარს. მოსწავლეები და მასწავლებლები კი დაუბრუნდებიან სასწავლო პროცესს. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ თითოეულ მოსწავლეს ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა მიიღოს ხარისხიანი განათლება, განვითარდეს და საკუთარი პოტენციალი სრულად გამოავლინოს. ამისთვის ჩვენ ვაგრძელებთ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, რომ ყველა სკოლას ქვეყნის მასშტაბით ჰქონდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო გარემო. კიდევ ერთხელ გილოცავთ, გისურვებთ საინტერესო, ნაყოფიერ და წარმატებებით სავსე ახალ სასწავლო წელს. ნათქვამია გივი მიქანაძის მისალოც განცხადებაში. ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე განაგრძობს წინა საარჩევნო შეხვედრებს. ამ შესახებ ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს. კახა კალაძე ვაკის რაიონის მოსახლეობას შეხვდა, მოისმინა მათი მოსაზრებები და გააცნო სამომავლო გეგმები. დედაქალაქის მერმა შეკრებილ მოსახლეობას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მომდევნო 4 წელში გაგრძელდება ისეთივე პროექტების განხორციელება, რომ მოსახლეობისთვის მეტი კომფორტი შეიქმნას. მისივე თქმით, მმართველი ხელისუფლების მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი ემსახურება იმ პოლიტიკას, რომ ქვეყანაში მშვიდობა შენარჩუნდეს, რაც მნიშვნელოვანია ქალაქის განვითარების პროცესში. ვაკის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრას თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ლევან მაჭავარიანი და ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატები დაესწრნენ. პოლიტიკოსის დაკავება დასტურია იმისა, რომ ქვეყანაში დამყარებულია რუსული ტიპის დიქტატურა. საჯარო განცხადებების გამო პოლიტიკოსების დაკავება სწორედ ამაზე მიუთითებს. ამის შესახებ პარტია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ლევან ხაბეიშვილისთვის აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შემდეგ განაცხადა. ბოკუჩავამ კიდევ ერთხელ გააკეთა ლევან ხაბეიშვილის საჯარო მოწოდების იდენტური მოწოდება იმის შესახებ, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და ყველა ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელი, რომლებიც მშვიდობიან დემონსტრანტებზე ხელს არ აღმართავენ, კანონის ფარგლებში იმოქმედებენ და დადგებიან ხალხის მხარეს რეჟიმის დასრულების შემდეგ 200,000-იან ჯილდოს მიიღებენ. ყველას გაცნობიერებული აქვს, რომ ახლა არის გადამწყვეტი ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი თავისუფლებისთვის, ევროპული მომავლისთვის, საქართველოს დროშისთვის, გიორგი ანწუხელიძის სახელისთვის, იმ ყველაფრისთვის, რასაც ქართველობა ჰქვია, განაცხადა თინა ბოკუჩავამ. გერმანია და მე მადლიერები ვართ იმ სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის, რასაც ეს პეტიცია აჩვენებს. ასე ეხმაურება საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი საქართველოს სამოქალაქო და აკადემიური საზოგადოების პეტიციას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიმართ განსაკუთრებული მადლიერებისა და ელჩ პეტერ ფიშერისადმი სოლიდარობის გამოსახატად. ტექსტი აჩვენებს თუ რამდენს მივაღწიეთ გერმანიამ და საქართველომ ერთად ბოლო 30 წლის განმავლობაში. ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ საერთო ხედვისკენ. მოდით დავიცვათ ეს და ერთად გავაგრძელოთ წინსვლა, წერს ელჩი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, საქართველოს სამოქალაქო და აკადემიური საზოგადოება პეტიციას აღწელებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიმართ განსაკუთრებული მადლიერებისა და ელჩ პეტერ ფიშერისადმი სოლიდარობის გამოსახატად. კვლევებით ცხადია, რომ საქართველოში ბავშვთა შიმშილობა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე საკითხია, რაზეც პასუხი სახელმწიფოს ფიზიკურად არ აქვს. სრულად შესაძლებელია, რომ თბილისის ბიუჯეტიდან სკოლებში უფასო კვებისთვის 100 მილიონი ლარი გამოიყოს და ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ. ამის შესახებ ლელო ძლიერი საქართველოსა და პარტია გახარია საქართველოსთვის თბილისის მერობის კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა. კუპრაძის თქმით, კვლევების მიხედვით საქართველოში სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას ყოველი მესამე და მეოთხე ბავშვი შიმშილობს. ჩვენ მოქალაქეებს თბილისის მოსახლეობას უნდა გვესმოდეს, რომ პრიორიტეტების სწორი გადანაწილება აუცილებელია. ეს არის ინვესტიცია ჩვენს მომავალში, შვილებში, რომელთა განვითარებაც შეუქცევადად უნდა იყოს მიმართული კეთილდღეობისკენ. მათი ჯანმრთელობა, განვითარება პრიორიტეტი უნდა იყოს. ჩვენი მთავარი დაპირებაა, რომ თბილისში 200,000 მოსწავლისთვის გამოვყოფთ 100 მილიონ ლარს, რათა სკოლებში უფასო კვება არსებობდეს, განაცხადა ირაკლი კუპრაძემ. დიპლომატ ვალერი ჩეჩელაშვილის შეფასებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილისა და სხვა პოლიტიკოსების დაკავება აჩვენებს, რომ ქართული ოცნება მყარად ვერ გრძნობს თავს და გარკვეული შიშები აქვს. როგორც ჩეჩელაშვილმა პალიტრანიუსის გადაცემაში დღის ნიუსრომი განაცხადა, პოლიტიკოსების დაკავებით ხელისუფლება აღმავებს პოლიტიკურ კრიზისს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. გარდა ამისა, მან თავდაცვის ყოფილ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებასაც ისაუბრა და არ გამორიცხა, რომ ქართული ოცნების გუნდის შიგნით წინააღმდეგობები იყოს.
გარდა ამისა, მან ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოს ურთიერთობაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ აშშ-თან ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყების იდეას არ ეთანხმება. ვალერი ჩეჩელაშვილის განმარტებით მსგავსი განცხადებები უმადურობის გამოვლინებაც ვინაიდან გამოდის, რომ ჩვენ არ ვაფასებთ იმ დახმარებას, რაც ამერიკამ საქართველოს სხვადასხვა სფეროში გაუწია, იქნებოდა ეს სამხედრო სფერო, ეკონომიკაში ჩადებული ინვესტიციები, ჰუმანიტარული დახმარება თუ ასე შემდეგ. ვფიქრობ, აშშ-ს მოთმინება იწურება, თუ ასე გააგრძელა ქართულმა ოცნებამ სამწუხაროდ მეგობარი აქტი მიღებული იქნება. ჰელსინკის კომისიის ხდომაზე კიდევ ერთხელ ნაცვლად დადასტურდა ამ აქტის მიმართ ორპარტიული მხარდაჭერა, განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა. საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შეძენა შენახვის, რეალიზაციის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 42 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა პირებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ სხვადასხვა სახეობის და რაოდენობის, მათ შორის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს, რომლის რეალიზაციასაც ახორციელებდნენ. ასევე ნარკოტიკული ნივთიერებების რეალიზაციის მიზნით სხვადასხვა ლოკაციებზე ათავსებდნენ. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულების ნაწილს პატიმრობა უკვე შეუფარდა, ხოლო ნაწილის მიმართ აღკვეთის ღონისძიებას სასამართლო კანონით დადგენილ ვადაში განიხილავს. საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ და დანსკ ინდუსტრიმ ერთობლივი პროექტის ფარგლებში ორდღიან კონფერენციას ინდივიდუალური შრომითი დავების ალტერნატიული გადაწყვეტა, საერთაშორისო და ქართული პერსპექტივა უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს. მათი ცნობით, კონფერენცია მიზნად სოციალური პარტნიორების, პრაქტიკოსი იურისტების, იურიდიული ფირმების, მედიატორების, არბიტრების, ადვოკატების, აკადემიური წრეების, ბიზნეს გაერთიანებების წარმომადგენლების და სხვა დაინტერესებული პირების მონაწილეობით ინდივიდუალური შრომითი დავების განხილვის ალტერნატიული მექანიზმების განვითარების შესახებ სისტემური დიალოგის დაწყებას, მექანიზმების ანალიზის, სოციალურ პარტნიორების პოზიციების დაახლოებას და საცდელი საპილოტო მოდელის შემუშავებას ისახავდა. შეგახსენებთ, რომ კონფერენცია საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და დანსკ ინდუსტრიის ერთობლივი პროექტის, საქართველოს შრომის ბაზრის განვითარება, სოციალური დიალოგის უნარებისა და ევროკავშირთან ჰარმონიზაციის ხელშეწყობა ფარგლებში ტარდება. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის შექმნა და ნატოს ქვეყნებისთვის რუსული უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდების შესაძლებლობა ალიანსისა და რუსეთს შორის ომს ნიშნავს. ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. სერიოზულად რომ ვთქვათ, კიევისა და სხვა პროვოკაციული იდეის განხორციელება უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის შექმნისა და ნატოს ქვეყნებისთვის ჩვენი უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდების შესაძლებლობის შესახებ მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს: ომს ნატოსა და რუსეთს შორის, წერს მედვედევი სოციალურ ქსელში. ამასთან ის ესტონეთის თავდაცვის მინისტრ ჰანო პევკურის უკრაინაში ვიზიტსაც ეხმაურება. კიევში ესტონეთის თავდაცვის მინისტრი ჩავიდა და იმუქრება, რაც უფრო პატარაა ქვეყანა, მით უფრო თავხედები და სულელები არიან ხელმძღვანელები, აცხადებს მედვედევი. რუსეთის პრეზიდენტის პრესპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ნატო რუსეთთან ფაქტობრივად ომშია. ეს აშკარაა და მტკიცებულება არ სჭირდება. ნატო რუსეთთან ომშია. ეს აშკარაა და ამას არანაირი დამატებითი მტკიცებულება არ სჭირდება. ნატო ამ ომში დე ფაქტო ჩართულია, განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს. ნატო კიევის რეჟიმს როგორც ირიბ, ასევე პირდაპირ მხარდაჭერას უწევს. ამიტომ სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ნატო რუსეთთან ომშია, აღნიშნა პესკოვმა. მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების პროცესში პაუზაა. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, დასავლეთის ქვეყნების მთავრობებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ უკრაინელები ასწავლიან მათ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ბრძოლას და არა პირიქით. მისი თქმით, პოლონური დრონების საწინააღმდეგო ჯგუფები უკრაინელ ოპერატორებთან ტრენინგს გაევლიან, რათა თავი დაიცვან მომავალი თავდასხმებისგან. უკრაინელებს რუსული დრონების წინააღმდეგ ბრძოლისთვის უკეთესი აღჭურვილობა აქვთ და მათ რუსული არმიის წინააღმდეგობის გაცილებით ღრმა და განახლებული გამოცდილება აქვთ. ეს არის ის, რაც საზოგადოებამ და დასავლეთის მთავრობებმა სწრაფოდ უნდა გაითვალისწინონ, რომ სწორედ უკრაინელები გვასწავლიან თუ როგორ უნდა დავუპირისპირდეთ რუსეთს და არა პირიქით, აღნიშნა სიკორსკიმ. მისი განმარტებით, პოლონური ჯგუფების ტრენინგი პოლონეთში ნატოს სასწავლო ცენტრში ჩატარდება, სადაც უფრო უსაფრთხო გარემოა, ვიდრე უკრაინაში ჩატარების შემთხვევაში იქნება. ჩეხეთმა პოლონეთში საზღვრის დასაცავად დახმარების აღმოჩენის მიზნით 3 ვერტმფრენი გაგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას მედია საშუალებები ჩეხეთის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებენ. პოლონეთში 3 ჩეხური ვერტმფრენი ჩავიდა, რაც გააძლიერებს ჩვენი ახლო მოკავშირის აღმოსავლეთ საზღვრის საჰაერო სივრცის დაცვას. ჩვენი პილოტები უახლოეს მომავალში პოლონეთის საჰაერო სივრცის დაცვას დაიწყებენ. აღნიშნულია ჩეხეთის შეიარაღებული ძალების მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.